გიორგი ახობაძე თავისუფალია და გიორგი ახობაძეთი ხსნით სწორედ დღევანდელ 6 საათიან ეთერს. გიორგი, არ ვიცი რა ემოცია მეყოფა, არ ვიცი რა მოთმინება მეყოფა, რა სიტყვები შეიძლება მოვძებნო, რომ გამოვხატო ეს სიხარული, რომელიც დღეს მოგვენიჭა თქვენი გათავისუფლებით. რომ გამოვხატო ეს მადლიერება თქვენს მიმართ, ამ სიმტკიცისთვის, ამ რკინის ლოგიკისთვის, ამ გაძლების აი ამ ბრძოლისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად გვაჩვენებდით საპატიმროდან. არ ვიცი, გილოცავთ პირველ რიგში, ძალიან ბედნიერები ვართ და წარმომიდგენია თქვენი ემოციები. აი პირდაპირ ეთერში თავი ვერ შევიკავე დღეს, რომ ნახე ის კადრები ეთერში ვიჯექი და ეხაც მეტირება. მოკლედ გილოცავთ და მითხარით თქვენ როგორ ხართ პირველ რიგში ეს მითხარი. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ასეს თვეები ჩემთვის გააკეთეთ ყველამ, მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმაც ყველამ. ემოციებს აჩეხება გახარებული ვარ, როგორ ჯერ კიდე ალბათ გონია რომ ვერ აღვიქვა, რომ თავისუფალი ვარ. უბრალოდ ციხეში რომ აღარ უნდა დავბრუნდე. იმიტომ რომ მეც რომ მიყვეს ძალიანაც არ მიხარია. ისე ძალიან როგორც უნდა წესით მიხაროდეს. ალბათ ციხეში რომ ხალხია კიდე ეგეც თავისას შვება. მაგრამ ემოციები არის კი ნამდვილად. გიორგი, ნელა უფრო მოგროვდება ჯერ შოკი მაგ ალბათ მეც გამიაზრებია რა მოხდა. კი, ეგრეა, თქვენი პირველი სიტყვები იყო, რომ სახში რომ მივალ ალბათ შოკში ჩავარდებიო და ბრძოლა ბოლომდეო. მე ვიცი თქვენ ბრძოლას არ შეწყვეტთ, ისიც დაანონსეთ საღამოს რუსთაველზე ვიქნებიო. დღეს არის აქცია ფილარმონიიდან ზუსტად 20 საათზე დაიწყება მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯა ამ რეჟიმის სასამართლომ. გიორგი, თქვენ რით იხსნით დღევანდელ განაჩენს, რომ მეოთხე შელაშვილისას რა გგონიათ რა მოხდა და იცით რა თქვით კიდევ არ ვიცი გემახსოვრებათ მე რო უსმენდი თქვენს პირველ კომენტარს თქვით რომ იყო რაღაც გზავნილებიო და მაინც სადღაც იმედი მქონდა მაგრამ ესე მალე არ ველოდიო ამაზეც მინდა რომ მომიყვეთ ზავნილი უშუალოდ ხა იმეს რამე არ უთქვამს თვითონ მოსამართლე რა შტაბ-შტაბასაც ტოვებდა პროცესის წაყვანის სტილით და ნაჩვენების კვალიფიკაცია არ ნიშნავს სამწუხაროდ სამართლიანობას დღევანდელ დღეში, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე ცოტა ის მქონდა, რომ ეგეთ ადამიანს ეხლა დავიცი თავის კლანში ისეთი ცუდი რაღაც გაკეთება უწევდა მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ერთი გიორგი ახობაძეთ მეტი და ერთი გიორგი ახობაძეთ ნაკლები ციხეში იყო სასწორზე აქეთ მოსამართლის ღირსებასთან დაკავშირებით და ერთი ვერსია მაქვს, რომ მინდა რომ ჩავეჭიდო, რომ აქა-იქ რაღაცა ცოტა იმედიანი მოსამართლეები არსებობენ, შეიძლება იჩხუბა და მოკლედ ასეთ რაღაცაზე ხელს არ მოვაწერო, შეიძლება თქვა და მოკლედ ეს ერთი გიორგი ახობაძე ბოლო რა გახდაო. ერთი ვერსია ეგ მაქვს, მაგრამ უფრო რეალური ვერსია რაც არის, რაც მაქვს, გონია რომ ვინც ჩვენ მუხზე, ანუ ამ მუხზე არის 260-ზე, თავიდანვე შეიძლება ესე იყო ჩაფიქრებული, რომ აი ამ რაღაცა წინასწარი პატიმრობის მთლიან ვადას აითვისებდნენ. 9 თვეს ჩავსავდნენ ციხეში, იმიტომ რომ ადმინისტრაციული 9 თვე ვერ გაგვიშვებდნენ ციხეში, სისხლის სამართლით ესეთი პატარა მუხლი ძნელი საპოვნელი იყო და შესაკერი, იმიტომ რომ რასაც კერავენ ახლა შედაიქაც რა ხდება ყველამ ვიცით და მგონია უბრალოდ ეს გამოიყენეს ციხეში გამოსაკეტად 8-9 თვე და თან შეგვაშინეს რომ აი 8-დან 20-მდე ან უადო მუხლი რომ მეორეჯერ დაფიქრდეს ანამ რაღაცას გააკეთებს სავარაუდოდ მაგრამ არ ვიცი ხა რა ვიცი შეშინებულის თქვენ არაფერი გეტყობათ და არც ვერავის ვატყობ რაიმე შიშს ვერც შიგნით მყოფებს ციხეში მყოფებს და ვერც გარეთ დარჩენილებს ასე რომ შინდეს მაშინ ისე გამოდის რომ არ ვიცი ჩემ ქვეყანაზე უარი უნდა თქვა და უნდა წავიდი აქედან ეხლა მე გარუსებულ ქვეყანაში რაცა უნდა ერქვას იმ ქვეყანას არ ვიცხოვრობ სამშობლო ის არის სადაც რაღაცა თავს ისეგზნობ როგორც სახში და რუსეთში თავს სახში ვერ ვიგზნობ და შესაბამისად სხვა გზა მგონია რომ არც არავის არ გვაქვს აი ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ გარუსებისგან ბევრი ამას ვერ აღიქვავს რაღაც სამწუხაროდ შედარებით რაღაც რაოდენობას 90-იანებთან შედარებით და 2000-იანებთან როცა ცვლილებები დაიწყო ამ ქვეყანაში რეფორმების სახით ეხლა როგორ ვთქვა ეხლა ამშიერად მოქალაქეები არიან ბევრი მაგრამ არიან ისეთებიც ვისაც საჭმელი სასმელი აქვს ვინც უნდა წესით გარეთ ქუჩაში იქდეს ეხლა და ამ ქვეყანას იცავდეს და ვერ აღიქვავენ ისე ძალიან რომ არა უშავს ცოტა ხანი ცუდი მთავრობა ყავს რაღაც ესეთი და
ისე გამოდის, რომ ქუჩაში იბრძვის რამოდენიმე 1000 ადამიანი, როცა საჭიროა, რომ 100,000-ობით იყოთ გარეთ. პროტესტი არის ძალიან დიდი, მაგრამ ქუჩაში ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ზაფხულის განმავლობაში შედარებით ნაკლები ხალხია, თუმცა პროტესტი არსად არ წასულა. გიორგი, თუმცა მთელი თქვენი აი ეს 8 თვე იყავით ციხეში თუ არ ვცდები, პატიმრობა, ეს უკანონო პატიმრობა დღევანდელი განაჩენით კიდევ უფრო დამძიმდა და კიდევ უფრო ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მაგალითად ის რომ გამოდის რომ თქვენ ნარკოტიკი ანუ ხელისუფლება აღიარებს რომ თქვენ ნარკოტიკი ნამდვილად ჩაგიდეს. ხელისუფლება აღიარებს რომ თქვენ ის სრუმოწმეები, ჩამდებები, ვინც ჩაგიდეს ნარკოტიკი, სრუმორწმეები, თავისთავად ეს დაჭერა როგორც მოხდა თქვენი სრუმორწმეები, რომლებიც ამ სასამართლოს ხდომებზე მოდიოდნენ და ტყუილებს ლაპარაკობდნენ. გამოდის რომ სულ ტყუილად არ მოქცეს შესაძლებლობა სარეცელს მიჯაჭვული დედისთვის მოგევლოთ მისი უკანასკნელი დღეების განმავლობაში. გამოდის რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იმ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ, ვინც ახლა მე ჩამოვთვალე, ხო? როგორც დაწყებული თქვენი დაკავებიდან დასრულებული აი ამ ცრუ ჩვენებებით და აი ამაზე რა სიტყვით, რას აპირებთ, რა განცდა გაქვთ ახლა? დაპირებით, ნახეთ როგორი რაღაცა, როგორც მე გავიარე ჩემ ადვოკატებთან, იმის დამტკიცება გაგვიჭირდება ალბათ რომ ჩამიდეს. იმიტომ რომ უშუალოდ მაშინ ვიღაცამ უნდა ეს აღიაროს იმ ჯგუფიდან, ვინც იქ იყო. დამტკიცება, ეხლა რაც მტკიცებულებები კიდე შემორჩა ალბათ კვალის სახით ამდენი თვის შემდეგ, არის უფრო ალბათ GSM ოპერატორის სერვერებზე, თუ არ გააქრეს ეგენიც. რომლითაც მაგალითად გურეშიძეს ყველა სხვა დანარჩენს მოუწევს იმის ახსნა სასამართლოში, რატო იძლეოდნენ ერთის სუჩვენებებს, როცა თავიდანვე სანაპიროზე იყვნენ, ამას დავამტკიცებთ, შესაძლებელია ამითი. ანუ იმის დამტკიცება შესაძლებელია, რომ იქ იყვნენ მეტნი და იურიდიულად განაჩენი როგორც დააყენა მოსამართლემ, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გამამართლა. არა იმიტომ, რომ მე უდანაშაულო ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. იურიდიულად ესე გააფორმეს. შესაბამისად, დამტკიცების თვალსაზრისით ის როც უჩვენებებს იძლეოდნენ, ამის დამტკიცება შესაძლებელია. ყველაზე მეტად შარში, ესე ვთქვათ, იურიდიულში უკვე ხელის გულზე რაც არის და ცხადი რაც არის პროკურორი, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგას ბევრი რაღაც შეიძლება მიუსადაგოთ, მათ შორის პროფესიული გულგრილობა, ბოროტად გამოყენება, თანამდებობის დანაშაულზე ხელის დაფარება და ასე შემდეგ. ყველაზე დამტკიცებადი პროკურორის დანაშაულია ამ შემთხვევაში. პოლიციელებს რაც შეეხებათ, მანდ არ ვიცი, მაგდენი კანონები არ ვიცი, რითი შეიძლება მოვედავოთ, მაგრამ პასუხისგება რომ უნდა მოუწიოთ, ეს ფაქტია და ვისურვებდი, რომ ეგეთ რაღაცაზე წამსვლელი პოლიციელები ქართულ პოლიციაში აღარ მენახოს, იმიტომ რომ 90-იანებში გაზრდილი ადამიანი ვარ და ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმ ეპოქის მერე, რასაც ვეძახდით მაგ პროფესიას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, აღარ გავიმეორებ, იმის მერე ჩემ თავში შემეცვალა მიდგომა და რაღაცა აღმექვა პოლიციელი როგორც წესრიგის დამცველად და კანონის დამცველად და საბოლოო ჯამში ისე დააზიანეს ეს ყველაფერი, რომ გონია, რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ ამ პროფესიას უნდა სემპათია და უნდა წავიდნენ სახლში და აღარ უნდა იმუშაონ, ეგეთ ადგილზე უნდა იმუშაონ მართლა იმ ხალხმა, ვინც იმიტომ ის პოლიციაში რომ უნდა რომ კანონი დაიცვას და მოქალაქეები დაიცვას. კი, ნამდვილად უნდა კონდეს შეგრძნება უსაფრთხოების და იმისი, რომ რაღაცა მეგობარი გიდგას გვერდზე და ეხლა გაქვს შეგრძნება, რომ წერი გიდგას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გეცეს და ხანჯალი ჩაგარჭოს ზურგში და ძალიან მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეგეთ სახელმწიფოში ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანმა ცხოვროს, როცა არ აქვს იმის იმედი, არ ვიცი, ხა იმით რა. სანადირო თოფებით ხარ დავიწყებ ქუჩაში სივრცე თავი დავიცვათ, ხო, რაღაცა წესრიგი უნდა იყოს და შუაში იმის განუქვაბულის ადამიანებად ვერ გადავიქცევით, ხო და ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ეს პრეცედენტი დაუშვეს თავის კარიერაში, რომ ეს იკადრეს, რაც იკადრეს. ჩემთვის ნელა წარმოსადგენია, როგორ შეპოლიციელი რო იყო და გვერდში ეგეთ თანამშრომელი მყავდეს, მე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს, იმიტომ რომ იგივე ჩემ პროფესიაშიც არის ხოლმე, როცა გვეძახიან მკვლელებს კონკრეტული არასწორი გადაწყვეტილებების და შესაბამის გამო, რაც ძალიან გულზე ხდება ხოლმე და იმისათვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეგრე არ ხდებოდეს ჩემ პროფესიაში და ალბათ ზუსტად იგივე განცდა უნდა ქონდეს პოლიციელებსაც, რომ ერთმანეთს რომ შეხედავენ, ზუსტად იცოდნენ, რომ ის ადამიანი უდას გვერდში, რომელიც არც ჩამდებია, არც კრიმინალია, არც კრიმინალთან შეკრულია და რომელიც მართლა კანონს გამოქალაქეებს იცავს.
კი, ის ლოყება აწითლებული ბიჭიო თქვენ ასე მოიხსენიეთ ის ადამიანი, ვის გამოც მზია ამაღლობელი დღეს 2 წლიან პატიმრობაში გაუშვეს და ასეთი განაჩენი გამოუტანეს, რა სიტყოდით მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მოგცეთ შესაძლებლობა და ეს სიხარული, რომელიც თქვენმა გათავისუფლებამ მოგვანიჭა, არანაირად არ უნდა ფარავდეს, რა თქმა უნდა, იმ უსამართლობას, რაც მზიას განაჩენით დადგა დღეს. მე პირიქით ველოდებოდი, რომ მზიას გადაუკვალიფიცირებდნენ რაღაც სხვა მუხში, არც ამაში, უფრო მსუბუქში კიდე მე მგონი ადმინისტრაციულშიც შეეძლოთ გადაკვალიფიცირება შეურაცხყოფის მუხზე და გაუშვებდნენ და მე უფრო ველოდებოდი, რომ შეიძლება კაი ვარიანტში სააპელაციო სასამართლოდან აი ეს რაღაცა მოხდარიყო, რაც ახლა ჩემთან მოხდა, ანუ აი ეს ოპტიმისტურ ოცნებებში რო ვიყავი და რაც შეეხება გებუაძეს მე არ ვიცი ანუ რატო გონია მაგ ადამიანს ზოგადად აი დავანებოთ თავი ეხა რა ხდება აი როცა პირველად დაიჭირა მზია და როგორი დამოკიდებულებაც ქონა როგორც მოექცა უბრალოდ აი ჯერ ხო არაფერი არ ამართლებს მის აქციას მაგრამ გაბრაზებითაც ვერ შეიძლება ეგრე გაბრაზდე ადამიანზე რომ აი რასაც ეს იძახდა რომ იგინებოდა და რაც იკადრა განყოფილებაში რასაც მზია ყვება ვერ ხსნი ამ ადამიანის ზიზღს და აი რაღაცა ყავში სისასტიკეს მზიას მიმართ ანუ ადამიანი ჟურნალისტია აშუქებს სიმართლეს გიყვება და რატო შეიძლება ესე გაწუხებდეს ეს ამბავი უბრალოდ არ ვიცი რაღაცა არაფერი მაგაში ადამიანური არ დევს რა თვითონაც ისიც კი არ ესმის რომ ეხლა პირიქით თვითონ რომ ეცადოს რომ რაღაცნაირად დაალაგოს ესე ვთქვათ როგორც თვითონ ეძახიან თავის უფროსობასთან იქნება თუ პოლიტიკურ უფროსობასთან თუ დანარჩენებთან კოცებთან მოკლედ რა გარუსებულ ხალხთან რომ იცი რა მოდი მე მაინც თქვენთან ერთად ვიქნები და არ მინდა რა რომ ზია იჯდეს ციხეში საკმარისია რაც იყო და მოდი გავუშვათ მე პრეტენზია თქვენთან აღარ მექნება ეს კულუარულად რომ მოელაპარაკოს და თავის გამოვიდეთ პროკურატურამ მე გავუშვათ გაეშვა ეხლა რაღაც გავუშვებს მაგრამ სააპელაციოში შეიძლება ეხლა ეგ მოხდეს ანუ იდეაში იმასაც კი ვერ ხვდება მაგას თუ გააკეთებს აი სახის შენარჩუნებას რაღაცნაირად რაღაც ნაწილში ადამიანების რაღაც ნაწილში მაინც შეძლებს უბრალოდ არ ესმის რა შაში იგდებს თავს მე აი წარმოდგენა არ მაქვს რას აპირებს ეს ახალგაზრდა კაცი სადაც შეხვდება ამიერიდან ქუჩაში ვინმე არ ვიცი როგორ შეიძლება მოითმინო რომ აი ლოყებწითელა არ დაუძახოთ რაღაც რაც ქვია რა მომავალი მთელი მაგის ცხოვრება და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებს ალბათ უნდა ცოტა მიდგეს მოდგეს თავისი უფროსობა შეაწუხოს და აუხსნას რომ რაღაცა მისი ღირსება დამშვიდებულია და ეცადოს რაღაცნაირად რომ მზიას პატიმრობა დაასრულოს იმიტომ რომ არ არის ესე ერთი რომ უსამართლოს ამდენი ხანია ეს ადამიანი ციხეში და მეორე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს რომელიც მისახედია და თან ისეთი პრობლემა აქვს რომელიც თუ რაღაცა გაფუშტა იმის უკან შემოწიალება შეუძლებელი გახდება და ცოტა უნდა გაიაზროს სად აბიჯებს ფეხს ან რაღაც არსებობს რაღაც ის იქითაც რომ ვიღაცის ლოყა ბოლო-ბოლო არაფრად აღარდეს რაღაც იქით და აღარც აქეთ და არც მათ შორის მისი რაღაც არ ვიცი რაღაცნაირი ღირსება თქო არ ვიცი როგორ ესმის ეს თავისი ღირსება რა ცოტა უნდა ჭკულა ფონს მოეგოს და თავის უფროსებს თხოვოს რომ ეს თუნდაც ეს რაღაცა ვითომ უკან დახევა რომ გააკეთეს უკან უნდა დაიხიონ უნდა გაუშვან ეს ადამიანი საერთოდ თავისუფლებაზე რა. კი, წინ არის სააპელაციო სასამართლო და არა მარტო სააპელაციო სასამართლო. გიორგი, მინიმუმ 2 თვე კიდე უწევს ან ჩათვალეთ რომ ამითი კაი ვარიანტში 2-3 თვე კიდე ციხეში უწევს მზიას ყოფნა მინიმუმს. კაი ვარიანტში სააპელაციო. და მზია არ არის მარტო, ჩვენ ყავს 60-მდე პოლიტპატიმარი და 5 პატიმარია, პოლიტპატიმარი, რომლებიც სინდისის პატიმარი, რომლებიც ანალოგიური ბრალდებით არიან, სწორედ დაკავებული, როგორ რა ბრალდებითაც იყავით საპატიმროში თქვენ. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა რეჟიმის გადაწყვეტილება მათ მიმართაც ასეთი? თუ აი რა მოლოდინი გაქვთ დღეს ნიკა კაციამ ვიცი მოგილოცათ რომ გამოხვედით პირველი მგონი მისი მოლოცვა მიიღეთ. ნიკა და ზვიადა თორნიკე უყურებენ ახლა ეს უეჭველი და მოვიკითხავ აუცილებლად. ჩემგანაც დიდი მოკითხვა ორივეს მიყვარს ეს ხალხი და იმედი მაქვს ისინიც მალე თავისუფლებაზე იქნებიან. აუცილებლად. მე ვფიქრობ რომ ანუ ძალიან ბევრი რაღაცა აზრი მომდის თავში რა სცენარში შეიძლება მომხდარიყო და როგორ პრეცედენტი შეიძლება ველო ანუ ჩემი პრეცედენტით რა ხაზს შეიძლება ველოდოთ სხვადასხვა ვარიანტები აქვს ალბათ მეორე საქმეზეც უნდა დადგეს განაჩენი რომ უფრო მყარი რომელიმე ვერსია გავამყარო ერთი ისაც თქვი რომ შეიძლება თვითონ ამ მოსამართლეს რაღაც იმდენი წონა ქონდა თავის ესე ვთქვათ კლანში რომ
მოკლედ ერთი გიორგი ახობაძით მეტი და ნაკლები და სასწორზე რო იდო მისი რაღაცა თავმოყარეობა და ღირსება, შეიძლება ასე ვთქვათ, მუშკი დაარტყა მაგიდას და მე მას არ ვიზავ და გაიტანა თავისი. მეორე ვარიანტი არის კიდე რომ შეიძლება რაღაც ნაწილი ამ მუხლებით გაგვიშვან და რაღაც ნაწილი არა, უბრალოდ არავინ არ მინდა შევაშინო, მაგრამ ვდებით ალბათ თქვენც რომ რაღაც მომენტში შეიძლება ისარგებლონ იმით, რომ ყველა არ არის საქართველოს მოქალაქე და იფიქრონ რომ მათზე დიდად ამბავი არ ატყდება და ტყვეობაში დაიწყონ, რაც ძალიან საშიშია ამისი სულ მეშინო და იმიტომ რომ სხვადასხვა მუხლები რო არის, შეუძლიათ რომ ეს რაღაცნაირად იბოროტონ და დიფერენცირება გაუკეთონ. მათ შორის იყო რაღაც ლაპარაკები, როცა ვაკრიტიკებდი მათ შორის ერთ-ერთი ჩეჩინის საქმეში მყოფ ერთ-ერთ მოწმეს, რომელსაც კარგად ვიცნობ. ერთ-ერთმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა სახელი და გვარი დავასახელო, მისი დაცვა დაიწყო, რომ აი შენ ზედანიკაზეო გასაგებიაო და იმასო რა იციო ეხლა შენ რა ქონდა თუ არა მართლა ნარკოტიკიო ესეთი რაღაცა მითხრა. ეს პენიტენციური თანამშრომელმა გითხრათ? ესეთმა. არც ისე რიგით. ხო და მაგიტო აი ეგეთი აზრებიც მაქვს რომ შეიძლება რაღაც მომენტში ბოროტი აზრიც გქონდეთ რომ არის გაწირონ ვინმე. იმასაც ვერ ხვდები უბრალოდ რაში ჭირდებათ ციხეში, მაგრამ ამათგან ყველაფერი მოსალოდნელი, ამიტომ აი მეორე პრეცედენტი უფრო წარმოდგენას მოგცემს იმაზე რეალურად ეს 8 თვიანი პატიმრობები თავიდანვე ესე იყო დაგეგმილი და უბრალოდ შესაშინებლად მოგვიყენეს ეს რაღაცა უზარმაზარი მუხლი, რომ ფსიქოლოგიურად გავეტეხეთ და ის რო ქონოდა რომ ოღონდ გამახსენებინა და ხმის ამოღები აღარ ვარო, ეგეთი აზრი გაგჩენოდა. ამ ვერსიისკენ უფრო ვიხრები, იმიტომ რომ სანაპიროზე გიორგი გურეშიძე ისეთი დამშვიდებული სახით მეუბნებოდა, როცა ჩამიდო ნარკოტიკი და მე გამართობდით ერთმანეთში, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ცოტა კი მიკვირდა მეთქი ალბათ ან არაადეკვატური, ან იდიოტი თქო, ხა როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, როცა ჯიბეში ერთი მუჭა რაღაცა მიდევს, არც ვიცი რა მიდევს ჯერ მაშინ იმ მომენტში. და ესე ძალიან შვიდი და ესეთი სახით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო რა და სავარაუდოდ ან თავიდანვე იცოდა რომ ესე იქნებოდა და ნუ 8 თვე ოკეი გავიგეთ ესეთ ბრძოლაში ხალხი სიცოცხლეს კარგავდა და 8 თვე ნუ მაშინ მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიძახი ასაკანია და ეს ფასი გადასახდელია და გადახდადიარი თავისუფლად რა. კი, ოღონდ თქვენ მარტო 8 თვე არ მოგიწიათ ციხეში ყოფნა, თქვენ ძალიან მძიმე ტრაგედიის გადატანა მოგიწიათ ციხეში, სწორედ იმის გამო რომ ვერ შეძელით დედის მოვლა, რომელიც იყო ავად და რომელიც სწორედ საჭიროებდა თქვენს გვერდში დგომას და ეს ძალიან დიდი ზიანია, მორალური ზიანია, რა თქმა უნდა, თქვენთვის და ამიტომ არაერთხელ აღნიშნე მეც ჩემს კითხვაში, იმიტომ რომ გამოდის რომ ეს მაგაზე ყველაზე მეტად პასუხი გასაცემი აქვს პროკურორს და მოსამართლე მარიდაშვილს სავარაუდოდ, იმიტომ რომ სავარაუდოდ არა დავანებოთ თავი ვინ ჩამიდო, როგორ ჩამიდო და სამდე მომიყვანეს, გადაწყვეტილება იმის რომ ეს სახლში არ ყოფილიყავი რაღაც მომენტში, რომ კაი პოლიციელებმა იკადრეს ესე და იკადრეს. იმის მერე იყო აღკვეთის ღონისძიების პროცესი, რომელზეც შევთავაზე, არ ვიცი, აი კოდექსში დაწერილი რამე შეზღუდვა თუ არის საერთოდ ყველაფერი, ან ფაქტიურად უბრალოდ მისამართი იცვლებოდა ჩემის პატიმრობაში, ჩვეულებრივ პატიმრობაში და რეჟიმის, უბრალოდ ეგეთ რეჟიმს თავაზობდი და ეს არ დამიკმაყოფილეს თან ისეთი არგუმენტებით, რომელზეც არ ვიცი, საბოლოო სიტყვაში ყველაფერს ალბათ პასუხი გავეცი. ხო და მაგაზე არ ვიცი, აი რა პასუხი მაინტერესებს, აი 34 წლის შმაგი გოგბეჯიშვილი ახალგაზრდა ბიჭი, აი ესე მოტივირებული ციხეში რომ იშვებდა, როცა იცოდა რომ დამნაშავე არ ვიყავი და პლუს ეს რაღაცებს შევთავაზე, აი რა პასუხს გამცემს, უბრალოდ მაგაზე მაინტერესებს. რანაირად ამიხსნის ამას ის სადიპოა ის ძალა, რომ ისეთი რაღაცა გააკეთა. მართლა ვცდილობ რომ რაღაცა ბოროტი აზრები არ გამიშდეს მართლა რაღაც თავში და მინდა რომ უბრალოდ აი სიტყვებით შემოვიფარგლო მაგ ადამიანებთანაც მე რაც მეხება უბრალოდ კითხვები დავუსვა და ამ კითხვებზე პასუხები მივიღო თვალებში ჩავხედო და ამ კითხვებს ალბათ სადაც შემხვდებიან ყოველთვის დავუსვა მთელი ცხოვრება ერთხელ მაგ კითხვებით ვერ გადამიჩები. თქვენ საოცარი ადამიანი ხართ გიორგი, ეხლახანს დატოვეთ საპატიმრო და აი არანაირ გაბოროტებას ვერ შეგამჩნევთ. ადამიანი არ გაქვთ ასეთი რამ, სამართლიანად ითხოვთ იმ უსამართლობაზე პასუხს, იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში
იყო პასუხგაუცემელი და რომელსაც ცხადია ადრე თუ გვიან პასუხები აუცილებლად გაეცემა. და შევთავაზო, არ ვიცი, როცა დრო მოვა დადგება. მათ შორის არის ახლა შმაგი გოგებეჯიშვილს და დანარჩენ მოსამართლეებს შემიძლია ახლავე შევთავაზო და არ ვიცი რაღაცნაირად ამიხსნა რაღაცნაირად არა ვიცი, ლაივი მექნება ჩავთავ TikTok-საც ალბათ რაღაც ესე ან სადმე შემხვდნენ და ამიხსნა უბრალოდ რა ხდებოდა მათი თავს ესეთ რაღაცა იკადრეს და დანარჩენები არ ვიცი რა პოლიციელებსაც შეეხებათ ალბათ ეხლა მაგას ვერ იზამენ. ისე საინტერესო იქნებოდა რომ მოყვნენ ეს ისტორიები, რაზე წორის ქვეშ იყვნენ და ადრე თუ გვიან მოუწევთ ამის მოყოლა და მე მაგას ვამბობდი, თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და მეგობრები გყავთ, საოცარი მეგობრები გყავთ, რომლებიც აი ჩვენს ეთერში ლევან ბერიძე მაგალითად, რომლებიც აი ეთერში ემოციას ვერ იკავებდნენ თქვენზე საუბრისას და მათაც გადაუხადეთ თქვენ უკვე მადლობა. ძალიან ისეთი იყო ჩემთვისაც რადგან ხდებოდა ხოლმე ისეთი ემოციით სასამართლოშიც ისეთი იყო რომ კინაღა მეც ავყევი მაგ ემოციებში რა იყო ყველაზე მძიმე და ეს ჩემი ბოლო შეკითხვაა და ვიცი დაღლილი ხართ ეხა ემოციები იმდენია რომ ამას რაღაცნაირად გადამუშავება ჭირდება ყველაფერს აი ყველაზე მძიმე რა იყო ამ 8 თვის განმავლობაში თქვენთვის ალბათ პირველი 2 საათი როცა აი მის გადახარშვა მიწევდა სახლში როგორ დავალაგებდი ისე ამბავს, რომ დედას არაფერი მოკლებოდა, ალბათ ყველაზე მძიმე ეგ იყო. დანარჩენი მართალი რომ გითხრათ, თუ მაგ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ცოტა ისეთი იყო თავგადასავალი, რომელიც ალბათ ძალიან არ მეწყინება. და თუ საჭირო გახდება, ხო, რა ვიცი, ციხით ვერ შეგვაშინებენ ამის თქმა მინდა, რა თუ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რაც სინავის 13-მდე იყო ჩემს თავს. იმის მერე ალბათ მძიმე ნაკლებად იყო რამე საერთოდ. მეშყოფნის დროს, იმიტომ რომ გაცნობიერებული მაქვს ქრისტეს ვიბძვი, ვის ვებძვი და ეს ფასი არ არის იმხელა რომ საერთოდ უკან დავიხვი ამ ფასის გადახდაზე რომ გიორგი, უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, კიდევ ერთხელ მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის, ახლა რომ გამონახეთ დრო და ჩამერთეთ პირდაპირ ეთერში. შევხვდებით მე და თქვენ აუცილებლად ეთერს მიღმაც და იქ კიდევ რუსთაველზე ცხადია და იქ კიდევ უფრო მეტად გამოვხატავ ჩემს ემოციას. მოკლედ ძალიან გაგვახარა დღეს ამ ამბავმა. გემშვიდობებით და იმედია სტუდიაშიც გნახავთ. გემშვიდობებით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ ბრძოლისთვის. გიორგი ახობაძე, ექიმი. სინდისის უკვე ყოფილი პატიმარი იყო ჩვენი სტუმარი გიორგი